მეკურտնე იოსებმა საოცარი რამ ნახა თავისუფლების მოედანზე 28 თებერვლის ღამეს. თვალები ქალაქის საათის ციფერბლატს მისჩერებოდნენ. ელოდნენ ათასების თვალები, როდის დაჰკრავდა 12 ჯერ. მოედანზე იდგა იოსებიც. შეინძრა უშველებელი საათის ისარი, თითქოს სული ჩაიდგაო, მარჯვნით გადაჩოჩდა. 12 ჯერ დარეკა. დამფრთხალი მოქალაქენი საშინელი ამბების მოლოდინში იყვნენ. ძლივს იდგა ფეხზე მეკურտնე იოსები, მაგრამ წინ წასვლაზე არ ფიქრობდა. ალიონიდან ეზიდებოდა მაფრაშებს, ხურჯინებს, ჩემოდნებს, ხან სადგურზე, ხანაც ქუჩიდან ქუჩაზე, რადგანაც ქალაქში გაუგონარი ამბავი ხდებოდა. აიყარნენ მცხოვრებნი. ნაყარ ფუტკარსავით აზუზუნდნენ, აბორგდნენ, აზვავდნენ. ერთი ნაწილი ქალაქიდან გაიხიზნა თავისი ბარგით, ნაწილიც მოусვენრად ქუჩებში დაწრიალებდა. აღარ იცოდნენ სად შეენახათ პატიოსანი თვლები, ნოხები, ფაიფურის ჭურჭლები და საგანძური. ვისაც გული საგულეს ჰქონდა, ვისაც დასაკარგავი არაფერი გააჩნდა, მოედანზე იდგა რაღაც საოცარისა და არნახულის მოლოდინში. ღიმღიმებდა ზანტი ფიქრი დიდი იოსების დაქანცულ თავში. ავლაბარში წასულიყო, მოდინახეში ერთი თხლაშო არაყი გადაეკრა. მაგრამ მოედნამდის მოსულს ყოველი დუქანი მძიმე ურდულებით დაგმანული დახვდა და ეს ანელებდა სურვილს. ქუჩაში სინათლე მიკლო. საბუღრაოდ გამოსული მოზვერები ვითღმუოდნენ მაფრაშებით, სკივრებით დატვირთული ავტომობილები. ცეცხლოვან თვალებს უბრიალებდნენ ერთი მეორეს, ჩაბღაოდნენ ყურში ბნელ ღამეს და გარბოდნენ. გარბოდნენ ბარგით დატვირთული ჟოკეიანი, ბლუზიანი მოქალაქეები. მიჰქროდნენ ეტლები, ზუზუნებდა მოედანზე მდგარი ბრბო, გასქეროდა ქალაქის გამგეობის აივნებს, ყაყანებდა როგორც პილატეს მომლოდინე ებრაელობა დიდ პარასკევს. ფუნიკული ორის სადგურის ლიფლიფების ჩაქრა. მამა დავითი გაშავდა, გაიზარდა. ჰარპუნ ნაკრავი გველეშაპებით გაიბერა და გვერდით მოუწვა დაბნელებულ ქალაქს. ლანდები დალასლასებდნენ მოედანზე, ჩოჩქოლი იზრდებოდა. კამათი ყვირილით თავდებოდა. იოსებმა მოედნის კიდეზე მოგროვილ მოზრდილ ჯგუფს მიაყურა.